საერთაშორისო სავალუტო რეზერვები რეკორდულ 7 მილიარდ დოლარიან ნიშნულზეა. ცენტრალური ბანკის მიერ განხორციელებულმა ინტერვენციამ იანვარ-მაისში მილიარდ 460 მილიონ დოლარს მიაღწია. ეროვნულ ბანკში განმარტავენ, რომ მთლიანი საერთაშორისო რეზერვების დონე საერთაშორისო სავალუტო ფონდის ადეკვატურობის საზომის 100%-იან დონეს აღემატება და მაისის მდგომარეობით 114.8% შეადგენს. რითაა განპირობებული სავალუტო რეზერვების ზრდა, რამდენად მნიშვნელოვანია რეზერვების დაგროვების პოლიტიკა და როგორ აფასებს ეროვნული ბანკის საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიმოხილვას. ამ თემებზე ჩვენ სტუმართან ერთად ვისაუბრებთ. ჩვენი სტუმარია საქართველოს ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსი თამთა სოფრომაძე. დილამშვიდობის თამთა და მადლობა სტუმრობისთვის. დილამშვიდობის, მადლობა მოწვევისათვის, მივესალმები ასევე მაყურებელს. სერიოზულ, ძალიან მნიშვნელოვან თემაზე უნდა ვისაუბროთ ახლა და ისე ვისაუბროთ, რომ ჩვენმა მაყურებელმა, რომელიც ამ თემებში ვერ ერკვევა, ისიც რომ მიხვდეს რაზე ვსაუბრობთ. აი რატომ არის მნიშვნელოვანი, რატომ ვამბობთ ხოლმე, ხშირად ვამბობთ ჩვენ, რომ რეკორდულ მნიშვნელს მიაღწია, გადააჭარბა, რეკორდულ ზღვარს ასევე გადააჭარბა საერთაშორისო სავალუტო რეზერვებმა. რატომ არის რეზერვები მნიშვნელოვანი და ეს მაჩვენებლები განსაკუთრებით? საერთაშორისო სავალუტო რეზერვი ეს არის გარკვეულწილად სადაზღვეო ბუფერი, რომელიც გააჩნია ქვეყანას იმ შემთხვევაში, თუ რაიმე ტიპის საგარეო შოკი მოხდება და საგარეო რისკის წინაშე დადგება ქვეყანა. ფაქტიურად ეს არის ბუფერი, რომელიც შესაძლებელი არის ესეთ კრიზისულ მომენტებში იყოს გამოყენებული. სწორედ აქედან გამომდინარე, ჩვენ არაერთხელ აღვნიშნავს ის ფაქტი, რომ საერთაშორისო რეზერვები ეს არის ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის ძირითადი გარანტორი, რადგანაც ეს არის მიუთითებს იმაზე, რომ იმ შემთხვევაშიც კი თუ რაიმე გამოწვევის წინაშე დადგება ქვეყანა, ამ საგარეო შოკებს ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა მედეგად შეხვდება და შესაბამისად გაუძლებს ესეთი ტიპის შოკებს. სწორედ ამიტომ საქართველოს ეროვნული ბანკი ყოველთვის არის ორიენტირებული იმაზე, რომ სავალუტო რეზერვები დააგროვოს, კონდეს მაქსიმუმზე, ადეკვატურ დონეზე და აი ამ პოლიტიკამ ჩვენ ვხედავთ, რომ ძალიან დიდი სარგებელი მოუტანა საქართველოს ეკონომიკას. აი რას გულისხმობთ სარგებელში კიდევ ერთხელ ესეც რომ განვმარტოთ, რა სარგებელზეა საუბარი კონკრეტულად ეკონომიკისთვის? პირველ რიგში, როგორც აღვნიშნე, როდესაც ქვეყანაში არის სავალუტო რეზერვები საკმაოდ მაღალ დონეზე, ეს არის სიგნალი ეკონომიკური აგენტებისთვის, ასევე ინვესტორებისთვის, რომ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა არის ძლიერი და სხვადასხვა საგარეო შოკის განვითარების შემთხვევაშიც ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა იქნება მედეგი. და თავისთავად ეს ფაქტი ბიძგებს ესეთი ტიპის ინვესტორებს, ეკონომიკურ აგენტებს, რომ განახორციელონ ინვესტიციები, საქმიანობები და შესაბამისად იზიდავს ასევე უცხოელ ინვესტორებსაც. ასევე არის მნიშვნელოვანი, თუნდაც სავალუტო ფონდის კვლევაშიც არის ხაზგასმული ის, რომ როდესაც სავალუტო რეზერვები არის საკმაოდ მაღალ დონეზე, ეს ინვესტორების მხრიდან ქვეყნის რისკიანობის აღქმასაც ამცირებს და შესაბამისად ესეთი ტიპის ქვეყანაში უფრო მარტივად შემოდიან, უფრო მიმზიდველი არის და ასევე მნიშვნელოვანი არის ის, რომ შემოსვლასთან ერთად რა ფასად შემოდიან და ამის ყველაზე კარგი განსაზღვრელი ფინანსური სექტორისათვის არის პროცენტი, რა პროცენტს ითხოვენ უცხოელი ინვესტორები, როდესაც ქვეყანაში შემოდიან. აი ევრობონდების შესახებ საუბრობდით თქვენ, რომლის რეფინანსირებაც წლის დასაწყისში განახორციელა ფინანსთა სამინისტრომ და იქ ძალიან კარგად ჩანს, თუ შევადარებთ თქვათ საქართველოს ევრობონდის ფასს და პროცენტს და ანალოგიური ამერიკის შეერთებული შტატების ფასიან ქაღალდს, სხვაობა საპროცენტო განაკვეთებში იყო საკმაოდ დაბალი. დაახლოებით 1,5% პუნქტის ფარგლებში მერყეობს მას შემდეგაც. ეს მიუთითებს იმაზე, რომ უცხოელი ინვესტორების მხრიდან ქვეყნის რისკიანობის აღქმა არის საკმაოდ დაბალი და შესაბამისად პოზიტიურად აფასებენ ისინიც ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას და თავისთავად ესეთი ტიპის ქვეყანაში უფრო მეტად შედიან და ახორციელებენ სხვადასხვა ტიპის ინვესტიციებს. თუმცა ასევე საინტერესოა ეს პროცესები როგორ იმართება, როგორ კონტროლდება, როგორ მიმდინარეობს ისე, რომ ამ ყველაფერმა ლარის გაცვლით კურსი არ მოახდინოს ზეწოლა. აი შევსება, მოზიდვა და ასე შემდეგ.
პირველ რიგში ეროვნული ბანკის მხრიდან თავარი ინსტრუმენტი თუ როგორ ვახორციელებთ სავალუტო რეზერვების დაგროვებას, ეს არის რა თქმა უნდა სავალუტო ინტერვენციები. ამ მიმართულებით ჩვენ გვაქვს ორი ინსტრუმენტი, ერთი არის სავალუტო აუქციონი და მეორე არის წესებზე დაფუძნებული, ეგრეთ წოდებული ბიმაჩის ინტერვენციები. და ძირითადად რეზერვების შესავსებად ვიყენებთ წესებზე დაფუძნებულ ბიმაჩის ინტერვენციებს, რაც გულისხმობს შემდგომს, რომ წინასწარ არის განსაზღვრული წესი, რომ გაცვლითი კურსი პირობითად დღის განმავლობაში გარკვეული პროცენტით უნდა გამყარდეს და სწორედ ამის შემდგომ აქვს ეროვნულ ბანკს ჩარევის უფლება და ინტერვენციის განხორციელების შესაძლებლობა. და ეს წესი ავტომატურად უზრუნველყოფს იმას, რომ გაცვლითი კურსის ტენდენცია და ტრენდი რაც არის, ის დარჩება, პირობითად ეხლა არის გამყარების ტენდენცია და თავისთავად გამყარების პარალელურად ეროვნული ბანკი აქვს შესაძლებლობა, რომ დააგროვოს სავალუტო რეზერვები. ასევე მინდა გკითხოთ, აი თქვენ ადეკვატურობის მაჩვენებელი აღნიშნეთ და ეს მონაცემები, რომლებიც მეც შესავალში აღნიშნე, არის 114.8%, როგორც ეროვნული ბანკი ამბობს, ხომ? ეს არის თუ არა ის საბოლოო მიზანი, რასაც უნდა მიაღწიოს ქვეყანამ, თუ სამიზნე არის გაცილებით უფრო მაღალი, რადგანაც საერთაშორისო სავალუტო ფონდმა აღნიშნა, რომ რეზერვები კი არის, საერთაშორისო რეზერვები კი არის მაღალ დონეზე, მაგრამ რეკომენდაციას აძლევს ქვეყანას, რომ კიდევ უფრო მეტად გაზარდოს. რა არის ის სამიზნე, რა დონესაც უნდა მიაღწიოს ქვეყანამ და რა დონითაც უნდა შეასრულოს საერთაშორისო სარეზერვო რეზერვები დააგროვოს. ადეკვატურობის ერთ-ერთი მთავარი მაჩვენებელი, რასაც ვეყრდნობით და სამიზნედ ვიღებთ გადაწყვეტილებების მიღებისას, ეს არის სავალუტო ფონდის შეფასება, ეგრეთ წოდებული არამეტრიკა, რომლის მიხედვითაც, ანუ ადეკვატურობის ზღვარი არის 100-დან 150%-მდე. როგორც აღნიშნეთ, დღევანდელი მდგომარეობით უკანასკნელი მონაცემები, რაც არის მაისის მდგომარეობით, ეს მაჩვენებელი არის 114.8%, უკვე აღემატება ამ 100%-იან ზღვარს, თუმცა ეხლა შემდგომი კითხვა არის, რომ ამ 100-დან 150-ში რომელი არის ყველაზე ოპტიმალური. სავალუტო ფონდის შეფასებით სასურველი არის, რომ ეს მაჩვენებელი დაახლოებით იყოს 140-155. თუმცა არსებული მაჩვენებელი საკმაოდ კომფორტული მაჩვენებელი არის უკვე და თავად სავალუტო ფონდსაც ეხლა ხანს გამოქვეყნებულ კვლევაში აქვს აღნიშნული, რომ ეს რეზერვები არის საკმარისი იმისათვის, რომ თუ ვთქვათ გარკვეული საგარეო კრიზისი გამთარდება და სტრეს სცენარი დადგება, ასეთ შემთხვევაში რეზერვების მოცულობა არის ადეკვატური. თუმცა რატომ 140-155 ეს არის სავალუტო ფონდის შეფასების იქედან გამომდინარე, რომ გლობალურად გეოპოლიტიკური მდგომარეობა არის საკმაოდ მწვავე, შესაბამისად ესეთი საგარეო ტიპის რისკები არა მხოლოდ საქართველოში, მსოფლიოში არის საკმაოდ გაძლიერებული და რადგანაც ფონი არის ესეთი, რომ საგარეო რისკების მოხდენის ალბათობა არის გაზრდილი, სწორედ აქედან გამომდინარე უწევს სავალუტო ფონდი რეკომენდაციას იმას, რომ კიდევ მეტად გაიზარდოს რეზერვები 140-155%-მდე. ეს დერეფანი იცვლება ხოლმე თუ მუდმივად არის 100-დან 150-მდე? თავად დერეფანი მუდმივი არის 100-დან 150-მდე, თუმცა რომ რა მაჩვენებელი არის ყველაზე ოპტიმალური, რაც უნდა აიღოს ცენტრალურმა ბანკმა მიზნად, ეს განსხვავდება განსხვავებულ მოცემულობებში. ქვეყნების მიხედვითაც თუ ერთი და იგივე ქვეყნისთვისაც კი, აი ჩვენ შემთხვევაში. ქვეყნების მიხედვითაც არის განსხვავებული. თავად, ანუ თუ როგორ გაიანგარიშება ეს ადეკვატურობის საზომი, მორგებული არის ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას, ქვეყნის ეკონომიკურ მახასიათებლებს და სწორედ აქედან გამომდინარე რეგიონების მიხედვით, სხვა ქვეყნების მიხედვით განსხვავებული მაჩვენებელი დგება. თუმცა ეხლა კონკრეტულად საქართველოს რომ ავიღოთ, მაგალითად წინა წლებში ძირითადი მიზანი ჩვენი და ასევე სავალუტო ფონდის შეფასება იყო ის, რომ ოპტიმალური იქნებოდა, რომ ყოფილიყო დაახლოებით 120-130% და თავად ამ კვლევაშიც არის აღნიშნული, რომ საბაზო ძირითადი სცენარი ყველაზე ოპტიმალური არის 130,
მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმ მდგომარეობას, რაც გლობალურად მსოფლიოში მიმდინარეობს, უმჯობესი არის და სასურველი არის, რომ 140-155%-მდე გაიზარდოს. ძალიან დიდი მადლობა თამთა, კი დაგვრჩა რამდენიმე თემა, მაგრამ დროის სიმცირის გამო უნდა დაგემშვიდობოთ. ჩვენს მაყურებელს ვეთყვი, რომ ჩვენი სტუმარი იყო საქართველოს ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსი თამთა სოფრომაძე.